ჩვენი კოლეგები, მსახიობები გამარჯობა. ამერიკიდან, ნიუ-იორკიდან, ბრუკლინიდან, დიახ და არაჩვეულებრივ პირდაპირ ბრუკლინიდან შემიძლია ხო ჩამოფრინდნენ. პირდაპირ დღის პოსტში. პირდაპირ დღის პოსტში, აი აქ. როგორ ქალბატონთან ერთად, ბებიასთან, რომელსაც საერთოდ არ ეთყობა რომ ბებო არის, ეს ქალბატონი თამარ გელენიძე. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა ჩემო საყვარლებო, რომ თქვენ დღეს ჩვენთან ხართ, იმიტომ აქვე პატარა ისტორიას ქალბატონ თამარ. მოდით ერთად მოვყვეთ თქვენი ქალიშვილი დამიკავშირდა, ხო? რომელიც ამერიკაში არის და 2002 წელს, ხო? 22 წელს ამერიკაში ბრუკლინში შეიქმნა თოჯინების თეატრი, ქართული თოჯინების თეატრი. არტგელი. კი ბატონო. და 2004-ში უკვე როგორ ჩამოყალიბდა მუსიკალური თეატრი. მუსიკალური თეატრი 2024 წელს და აი ეს ბავშვები და არაერთი, ასე ვთქვათ, ქართველი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი დღეს არის გაერთიანებული და ეს თქვენთან და ისწავლება ქართული სიმღერა, სამსახიობო ოსტატობა, ცეკვა და ყველაფერი ის რაც ემიგრაციაში მყოფ ქართველ ბავშვს ჭირდება რომ განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ საქართველოსთან და იმ ყველაფერთან რაც დღეს ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს და გვიამაყება. და ანრი ზაფხულში ჩამოვიდნენ დასასვენებლად საათ თავისი ფესვები საქართველოში. ლუკა, ცოტა უფრო კომფორტულად დაჯექი, ცოტა მიიწე, ნახე. მოდით ეხლა ეს მომეცით, მეგობრებო. მოდით ეხლა მოვყვეთ და ქალბატონ თამარ, მოდით პირველში თქვენ გითხარით. აი ამ დაწყებული იგივე თოჯინების თეატრის ჩამოყალიბების იდეა რა იყო და შემდეგ როგორ განვითარდა? მოკლედ მოგახსენებთ, ჩვენ 27 წელი ვართ ნიუ-იორკში მე და ჩემი შვილი. კი ბატონო. ნინო იმედაძე. მოვიკითხოთ დიდი სიყვარული. მოვიკითხავ. და აი წლების მანძილზე ეთყობა და სადაც ბავშვობა გაატარა 12 წლამდე ქალაქ ქუთაისში. დიდი ისტორია აქვს ამ მოკლე ხანში. ანუ დადიოდა მუსიკალურ თეატრში, მღეროდა კვარტეტში, ტელევიზიაში იყო წამყვანი, ანუ და ეს ყველაფერი ეთყობა. იმ პერიოდში ჩავედით ბავშვები არ იყვნენ. და ეთყობა ბევრი ფიქრა, რაღაც აწუხებდა ეს იდეა და მე მიხარია რომ ეს განახორციელა ამდენი ხნის ფიქრი, წუხილი, შინაგანი, რასაც არ ამბობდა და აი ერთიანად მიაღწია იმას, რაც უნდა. ქალბატონო თამარ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, მე თქვენს ჯერ ფანტასტიკურად გამოიყურებით. ой, მადლობა. აქ უნდა ვისარგებლო შემთხვევით და აქ უნდა გკითხოთ წარწერა ქართველი გაწერიათ კაბაზე, რაც ძალიან დამეხარდა, რომ დავინახე პირველად და ასე დადიხართ ამერიკაში, აჩვენებთ ყველას ქართველ დიზაინერის არის, როგორც მე ვხვდები. ჩემი უსაყვარლესი მარიკა. მოდებაზე მოვიკითხავ. ძალიან მიყვარს. მაინტერესებს გარდა თეატრის, აი დავდივართ. ღონისძიებები, ეკლესიებში შეხვედრებია, თეატრებია ჩამოდიან საქართველოდან და ჩვენი ჩაცმულობით გამოვხატავთ იმას, რომ ძალიან გვიყვარს საქართველო და რასთან არის იქ, აი თავი დაიმკვიდროთ ემიგრაციაში და განსაკუთრებით ამერიკაში რთულესი ქვეყანაა, როგორც ვიცი. ძალიან რთულია, მაგრამ ამერიკა არის ის ქვეყანა, თუ შრომელი ხარ, თუ საქმე გიყვარს, უნდა გიყვარდეს, ყველაფერს მიაღწევ. ამის საშუალება არის. ანუ და დავით, ამაში გაგვიმართლა ნამდვილად. ესე იგი, ჩამოყალიბდა 2022 წელს თოჯინების თეატრი, ხო? ქართული გენი. ქართული გენი. თოჯინების თეატრი. ქართული გენი, კი ბატონო. შემდეგ არტგენი 22 არტგენი მუსიკალური თეატრი. მოდით გითხარით, აი ვინ იყო მაყურებელი იგივე იქ ბავშვები ვინ მოდიოდნენ? აი ამაზე მოგვიყევით, ესე ჩამოყალიბდა საქართველოში რა პრემიერით გაიხსნა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს თოჯინების თეატრი ჩამოყალიბდა ბატონი სერგი ზოსიაშვილის თანადგომი. სერგის ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება, არის მსახიობი და ერთად შეიმუშავეს გეგმა, ერთნაირი სიყვარული ჰქონდათ, ერთნაირი მიდრეკილება ამ საქმისთვის და ძალიან დაგვიდგა გვერდში, მოვიკითხავ, სერგის ძალიან მიყვარს, ეს არა მარტო მსახიობია, არაჩვეულებრივი პიროვნება.
ბავშვებო, მე მაგ ნანახი თქვენი სპექტაკლიდან წითელქუდა და ნაწყვეტები. ეხლა მოგვიყევით, რას ნიშნავს, როცა ქართულ ენაზე თამაშობ, წითელქუდა, მე ზღაპარი არ არის, ძალიან ღრმა საინტერესო მესვები აქვს წითელქუდა. რა იყო ეს, როცა თქვენ დადექით ქართულად ითამაშ და მაყურებელმა ტაში დაგიკრა. თქვენს გარდა კიდე ბევრი არიან, ხო, ბავშვები, ქართველები? აბა ეხლა მოგვიყევით. რა ვიცი, ახლა ძალიან გახარება ჩვენ რო თამაშობთ ქართულად, ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ენა და ძალიან გახარება ჩვენთვის ჩვენ რო თამაშობთ. ძალიან საყვარელი. ერთად რო თამაშობთ. რეპეტიციებიც გქონდათ, ხო? დიახ, ყოველთვის გვაქვს რეპეტიციები. ხო, შენ იყავი ბებია? დიახ. შენ იყავი ლუკა მგელი, წეღან გავიგე. ლუკა შეჭამე ესე იგი, გიგავი და? ვერ შეჭამა. შემოეჭამა. აბა მოხევი, ხა ლუკა შენც მოხევი. ვინ არიან კიდე ქართველი ბავშვები არიან, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ, როგორც თქვენ თუ შეიძლება ამერიკელები, რომლებმაც ქართული ისწავლეს. აბა გითხარით ვინ არიან თქვენს? ჩვენთან ბევრი ბავშვები არის, რომ ამერიკაში დაიბადა, მაგრამ კიდე ორი ბავშვი არის. მე ვიცნობ თუ კიდე არის ბუდიშით. ხო, გისმენთ, არ არის. ეს ორი ბავშვი არის დადა ძმები, ლილე რიჟამაძე და ბექა რიჟამაძე. აჰა, გასაგები. მე იცით რა მაინტერესებს ახლა ვიქტორია და ლუკა. მე მაინტერესებს რა შეგრძნებაა, როცა დედა არის ამ სტუდიის დამფუძნებელი და იქვე არის ბებია, დირექტორი, ფინანსური დირექტორი, ხო? იქვე არის ბებოც მოღვაწეობს ამ თეატრში. რა შეგრძნება ეს, რა პასუხისმგებლობაა და ხომ სასიხარულოა და გარდა სიხარულისა, ხო პასუხისმგებლობაც არის. აი ამ შეგრძნებაზე გველაპარაკე. როგორც მოახერხეთ ეს. ხო და ყოველთვის მიხარია ჩემი დედა რო არის ამნაირი კაი ადამიანი და მეც ასე ფიქრობ და ჩვენ რო თამაშობთ ასე ძალიან მიხარია, ყოველთვის მიხარია. გასტროლებზე თუ დადიხართ სხვადასხვა შტატებში, აბა გითხარით. ერთხელ ჩვენ მერილენდში ვიყავით. ბავშვთა დაცვის. ბავშვთა დაცვის დაცვის დღე მერილენდში მეორე წელია დავდივართ. ეხლა მე მაინტერესებს რა უფრო მოგწონთ? მსახიობობა, სიმღერა, ცეკვა თუ ყველაფერი ერთად? ყველაფერი ერთად. მოიცა ლექსები იცით? კი. სწავლობთ როგორც იცით იქ ლექსები. გვეწყდეთ პატარა ნაწყვეტი თუ გახსოვთ. მე მინდა რომ მოგიცმინოთ. მე ვიცი ერთი ლექსი რო არის ისა ქუთაისზე. აბა ბრძანე, წაგვიქება გენაცვალე. აბა გისმენ. თუ გახსოვს. მაღალ ფარდოვანი ამხიბლავს სიტყვები. უბრალო კაცი ვარ, უბრალოდ ნაშუპი. მიყვარს ქუთაისში, უბრალო ნათქვამი. რა ვახარ სიმონ, რა შოობი. არ მიყვარს სიტყვები, იყავით გეთაყვა. არა მწამს ფერადის, ლურჯია ჩემიცა. მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი. აი თუ ღმერთი გწამს, სამეიხო, მეიცა. არასდროს მომწონდა ეს სიტყვა, დაქალი. ქუთაის, როდესაც ქვიოდა აია, მაშინაც გოგონას დაქალის მაგრივად ეძახდნენ, მე ძმა და შენ კიდე დაია. თუ ქუთაის ხოვ რომ გიძმოს, ვის სიყვარულში დამწვარი, თახბობის ნიშნად გეტყვიან, რაზეა სიმონ ბაზარი. ბრავო, შენ ახარ წესმარეთი ქუთაისელი? არა, სასაული ბიჭი ხარ. ეხლა გითხარი ეს ლექსი ვინ შეგასწავლა? და ვისი ლექსია ეგეც გითხარე? მე არ ვიცი ვისი ლექსია, მაგრამ ვინც მასწავლე იყო ვიკას მამა, გიორგი კაკაურიძე. ჩვენი მასწავლებელია და იცოდე. ქუთაისელი და ძალიან შეყვარებული. ძალიან მაგრად სწავლობს ჩვენთან. ხო, რა ძალიან მაგრად სწავლობს. ეხლა მითხარით, ქართულად ერთმანეთში საუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად. ძალიან სწორად გამართ. მითხარი ეხლა სახში ქართულად საუბრობთ? ნახევრად. ხო. მე ჩემს მეგობრებთან და მე ჩემს ოჯახთან ყოველთვის ლაპარაკობ ქართულად. ეს თქვენი დამსახურება არის და თქვენი ოჯახი. ქართულად ისაუბრო. ერთი ცოტა პატარა ლექსი შენც აგვიკითხე. ხა. აბა. ვარდი ვარ, სურნელოვანი, ყვავილთა მეფე მქვია. მამშვენებს კაკაჭოები, გვირილები და იაო.
ვიქტორია მართა დიდი მადლობა უამასესი წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო სრულიად ამერიკა აუცილებლად უნდა შეიშალოს ქართველებით და განსაკუთრებულად თქვენით და დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ გელოდებით ბევრ წარმატებას გისურვებთ